გამარჯობათ. მე ვარ ლიზა, ნატალის მენეჯერი და ერთ-ერთი ინგლისურის მასწავლებელი. ჩვენს არხზე შენ იპოვე ექსკლუზიურ სწავლების პროგრამას, რომელიც შეიქმნა ორი მასწავლებლის მიერ, რათა ინგლისური ენა ადვილად, ეფექტურად და სწრაფად ისწავლო. თითოეული გაკვეთილი დაგეგმილია პრაქტიკული მაგალითების შესრულებით, რომელიც შესაძლებელს ხდის ცოდნა გამოვიყენოთ ჩვენს ყოველდღიურობაში. დღევანდელი გაკვეთილი შექმნილია მოქნილად, როგორც დამწყებებისთვის, ასე ცოტა უფრო გამოცდილებისთვისაც. დღეს ჩვენ მოგიმზადეთ 15 იდიომი ინგლისურ ენაზე. შეგახსენებთ, რომ იდიომა წარმოადგენს ფრაზას, რომლის მნიშვნელობა პირდაპირი სიტყვებისგან განსხვავდება. მოდით, ამას შევხედოთ უკვე რეალური მაგალითებით. მაშასე, პირველი იდიომი, barking up the wrong tree. გამოიყენება, როცა ადამიანი არასწორად ფიქრობს, ან მოქმედებს პრობლემის ან მიზნის მისაღწევად. ამ იდიომს უმეტესწილად არაფორმალური გამოყენება აქვს. A bitter pill to swallow. გამოიყენება იმ სიმართლის ან სიტუაციის აღსარწერად, რომლის მიღებაც ადამიანს უჭირს, მაგრამ ვერ აულის გვერდს, მაგალითად, წარუმატებლობა, უარყოფა, ფინანსური დანაკარგი ან არასწორად მიღებული გადაწყვეტილება. Blue sky thinking ნიშნავს კრეატიულ შემოქმედებით აზროვნებას, რომელსაც ჩარჩოებს არ ვუწესებთ. გამოიყენება ბიზნესში, გუნდურ საქმიანობაში ან ინოვაციების შემუშავებისას. ამ შემთხვევაში არაა საჭირო აზრები იყოს რეალისტური. მთავარია ორგანიზაციამ არ შეაფერხოს კრეატიულობა. შემდეგი იდიომი, breadwinner, ანუ ადამიანი, რომელიც ოჯახის მთავარი შემოსავლის წყაროა. უმეტეს შემთხვევაში ის შეიძლება იყოს ერთადერთი მარჩენალი ოჯახისთვის. უმეტესწილად აქ აქცენტი გაკეთებულია ფინანსებზე. წინადხსენებულთან ცოტა უფრო ახლოს დგომი იდიომი, bringing home the bacon, ნიშნავს, რომ ადამიანი გამოუმუშავებს იმდენს, რაც ცხოვრების უზრუნველყოფისთვის სჭირდება. უმეტეს შემთხვევაში საუბარია ხელფასზე, რომელიც მის ცხოვრების სტილს აკმაყოფილებს. To do something by the book ნიშნავს გააკეთო რაღაც ზუსტად წესების, პროტოკოლის ან ინსტრუქციების დარღვევის გარეშე. ხშირად გამოიყენება სამუშაო, სამართლის პროფესიონალური პროცედურების დროს. იდიომა ძალიან გამოსადეგია ოფიციალურ სიტუაციებში. To burn the midnight oil ეს იდიომა წარმოიშობა ძველი დროიდან, როცა ხალხი ღამით მუშაობდა ან სწავლობდა ზეთის სანთლებზე, ან სანათზე განათებით. ახლა კი ეს იდიომა აღწერს ადამიანს, რომელიც მუშაობს ძალიან გვიან ღამით, დიდი მონდომებით და დატვირთვით, რათა შეასრულოს დაკისრებული საქმე. გამოიყენება სწავლის, პროექტების და სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულების კონტექსტში. იდიომი cash cow, ანუ ბიზნესი, პროდუქტი, სერვისი ან პროექტი, რომელსაც მოაქვს სტაბილური და მაღალი შემოსავალი დიდი ძალიხმევის გარეშე. ხშირად უკვე კარგად დამკვიდრებული საქმიანობა ან ბიზნეს მოდელია და არა ახალი იდეა. და ანუ მოდით კიდევ დამატებით ავხსნათ აქ რა შუაშია cow, ანუ ძროხა. იდეა მოდის შემდეგნაირი ლოგიკით. ძროხა ხომ მუდმივად იძლევა რძეს, სტაბილურად და დიდი ხნის განმავლობაში და ამ ლოგიკას ვიყენებთ იდიომის ხსენებისას. იდიომი comparing apples to apples, რომელიც ნიშნავს სამართლიან და ლოგიკურ შედარებას, როცა ორი ან მეტი რამ ერთ კატეგორიაში გადის, მსგავსი ხარისხის, ფუნქციისა და მოცემულობისაა. ანუ შედარება ობიექტური და რეალურია. იდიომი to be caught red-handed ნიშნავს დაიჭირო ადამიანი, რომელიც ჩადის რაღაც არასწორს, უკანონოს და თაღლითურს და არსებობს ამ ყველაფრის ცხადი მტკიცებულება, რომელსაც იგი ვერაფრით უარყოფს. ამ იდიომს ხშირად წააწყდებით ახალი ამბების გადმოცემისას ან სამუშაო გარემოში. კიდევ ერთი საინტერესო იდიომი comparing apples to oranges ეს ნიშნავს ორი ან მეტი ძალიან განსხვავებული საგნის ან იდეის შედარებას, რომელიც არ არის ერთ კატეგორიაში, ამიტომ შედარება არის არალოგიკური, უსამართლო და უაზრო. შემდეგი იდიომი crunching numbers შესაძლოა სიტყვასიტყვით ნიშნავს რიცხვების დაღეჭვას, თუმცა ეს განიმარტება როგორც დიდი რაოდენობის რიცხვების მონაცემების ან გამოთვლების სწრაფად და ყურადღებით დამუშავება. ხშირად გამოიყენება მაშინ, როცა საქმე გვაქვს ფინანსებთან, ბუღალტერიასთან, მონაცემთა ანალიზთან ან სტატისტიკასთან. იდიომა არ ნიშნავს უბრალოდ მათემატიკის ცოდნას, აქ მოიაზრება მთელი პროცესი ანალიზის, მონაცემებზე დაყრდნობით გადაწყვეტილებების მიღების. შემდეგი იდიომი dime a dozen აღწერს რაღაცას, რაც იმდენად გავრცელებული და ადვილად მოსაძებნია, რომ არ გააჩნია განსაკუთრებული ღირებულება. იდიომა გამოიყენება ფორმალურ და არაფორმალურ გარემოშიც და ხშირად გამოიყენება მსუბუქად კრიტიკული ტონით. იდიომი drop the ball ნიშნავს, რომ ვიღაცამ დაუშვა შეცდომა, რაღაც დაავიწყდა, ან ვერ გაართვა თავი პასუხისმგებლობას. ხშირად გამოიყენება სამუშაოს, პროექტის ან ვალდებულებების კონტექსტში. ოღონდ გაითვალისწინეთ, ეს იდიომა არ ეხება ძალიან მძიმე ბრალდებებს და შეცდომებს. ხშირად გამოიყენება თვითკრიტიკისთვისაც.
იდიომი ballpark figure ნიშნავს დაახლოებით უხეშ შეფასებას, მაშინ როცა რაღაც საკითხზე სრული ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ რეალობასთან ახლოს დგას. ამ იდიომას არ გამოვიყენებთ ზუსტი მონაცემების შემთხვევაში. და ბოლო იდიომი to cost a pretty penny ნიშნავს, რომ რაღაც ძალიან ძვირი დაჯდა ან დიდი თანხა მოითხოვა. ხშირად გამოიყენება, როცა ფასს ცოტა ემოციურად ან მსუბუქი იუმორით აღწერთ. იდიომა არ აღნიშნავს ზუსტ თანხას, მხოლოდ იმას ადასტურებს, რომ ფასი მაღალია. მაშ ასე, დღევანდელი გაკვეთილისთვის დავასრულეთ იდიომების ახსნა. ახლა კი, როგორც ტრადიციულად, გადავდივართ პრაქტიკულ ნაწილზე, სადაც გთავაზობთ ორ სავარჯიშოს, რომლებიც დაგეხმარება იდიომების სწორად გაგებაში და მათი გამოყენების დამახსოვრებაში. პირველი სავარჯიშო მოიცავს 4 იდიომას. თითოეულს უნდა შეურჩიო მისი ზუსტი მნიშვნელობა 3 სავარაუდო პასუხიდან. ყოველი ორი იდიომისთვის შენ განკუთვნილი გექნება 1 წუთი, თუმცა თუ მეტი დრო დაგჭირდება, შეგიძლია დააპაუზო ვიდეო და ისე იმუშაო. ამ სავარჯიშოს მეორე ნაწილის დრო მოდის, მეგობრებო. მეორე სავარჯიშო კი შემდეგნაირი წესისაა. მოცემული 4 წინადადება, რომელსაც შინაარსიდან გამომდინარე უნდა შეუთავსო ზემოთ ჩამოწერილი 4 იდიომა. აქ უნდა აღმოაჩინო წინადადებაში მთავარი აზრი, რომელ იდიომთანაა ყველაზე მეტად ახლოს. ეს სავარჯიშო ცოტათი რთულია, ამიტომაც ამ შემთხვევაში დროში არ იქნებით შეზღუდული, უბრალოდ, ვინც ყველაფერს სწორად გაართმევს თავს, აუცილებლად გამოვეხმაურები კომენტარებში. დასასრულისთვის მინდა მადლობა მოგახსენო, რომ აგვირჩიე შენს მასწავლებლებად. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გვაძლევს მოტივაციას კიდევ უფრო საინტერესო გაკვეთილები ჩავწეროთ. გთხოვთ, იყოთ მაქსიმალურად აქტიურები, გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, პროგრესი, აზრები და იდეები. აბა შემდეგ ვიდეომდე.